და ჩვენ დავბრუნდით ეთერში ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად. უკანასკნელი გადაცემების მანძილზე არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ლიტერატურული გამოცემა ცისკარი 1852 უბრუნდება მკითხველს, განახლებული ცისკარი 1852, 1852-53 წლებში გიორგი ერისთავის ხელმძღვანელობით ყოველთვიური ჟურნალი ცისკარი იბეჭდებოდა თბილისში და ეს გამოცემა განახლდა საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თაოსნობით და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრად არიან ცისკარი 1852-ის მთავარი რედაქტორი ამინან გომერთელი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. დილამშვიდობის პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები ხართ. ბატონო გიორგი, როგორც აღნიშნეთ, თქვენი ინიციატივით მოხდა ამ ჟურნალის განახლება. საინტერესოა, რატო იყო თქვენთვის ესეთი მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ეს გამოცემა განახლებული იყო და ვთქვათ, არა რამე ახალი გამოცემა გამოსული იყო, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებს დააინტერესებდათ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველად ვარ თქვენ სტუდიაში, თქვენ მშვენიერ სტუდიაში და მომეცა საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რამაც განაპირობა ცისკარი 1852 აღდგენა, განახლება, ეხლა უწოდოთ. მე მინდა შევახსენო ჩვენს მკითხველებს, ცისკრის და თქვენს მაყურებლებს, რომ ცისკარი არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ჟურნალს. იგი ერთგვარი კულტურული ძეგლიც არის, მსგავსად არაერთი ჩვენი ქართული ტაძრისა, რომელსაც ქართველი კაცი დიდ პატივს სცემს და ამავე დროს ის არის იმ თანამედროვეობასთან კავშირი, წარსულისა და თანამედროვეობის კავშირი, რომლის აღდგენას და რომლის ასე ვთქვათ ურთიერთმიმართების დამყარებაც განუწყვეტლად შეიძლება. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ რამდენიმე ხნის მანძილზე ცისკრის გამოცემა შეწყდა. ესე იგი, არ მინდა რაღაცა გამწვავე ფრაზა ვიხმარო, მაგრამ არ შეიძლება იმის მიუხედველობა, რომ ცისკარი უნდა ყოველთვის გამოდიოდეს. ისევე როგორც კიდევ უფრო სხვა სიბრწყეში გადავიტან, მაგალითად, რომ უნდა იარსებოს რუსთაველის გამზირზე, თქვათ, ლაღიძის წყლებნა. იმიტომ ეს ჩვენი ერის და ჩვენი დედაქალაქის კულტურული წარსულია და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს. სხვათა შორის, იმ დღეს, როდესაც ცისკრის პრეზენტაცია იყო, ასეთი ფრაზას ვთქვით, რომ ცისკარი რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის ბედსაც მოგვაგონებს. იყო მისი დაღმავლობის, დაცემის ხანა, იყო მისი აღმავლობის და რაღაცნაირად მოხერხდა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სურვილი და როდესაც სურვილი გაქვს ადამიანს, რაღაცას ყოველთვის მიაღწევ და მინდა გამოვყო განსაკუთრებით ბატონი დავით ნარმანიას მხარდაჭერა, იმიტომ რომ იგი ეგრევე მიხვდა, უცაბიდად მიხვდა თუ რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ცისკარს, არა მხოლოდ თქვათ ლიტერატურული წრისათვის, არა მხოლოდ კულტურული, თქვათ კულტურის მუშაკთა წრისათვის, არამედ მთლიანად მთელი საქართველოსათვის და გამოინახა ის რესურსები, რომელთაც გამოვიდა ეს დიახ ამ ჟურნალის გამოცემა და ბატონი ამირანი აბრძანდება, რომელმაც მართლა ორი კვირის მანძილზე შეძლო პრაქტიკულად შეუძლებელი. იმიტომ რომ მოიწია ისეთი მასალები, რომლებიც იერსახით შეუნარჩუნებდა ამ ცისკარს და მე მინდა იმედი გამოთქვა, რომ ცისკრის მომდევნო ნომრები კიდევ უფრო კარგი და უფრო დახვეწილი და უფრო მნიშვნელოვანი შინაარსისა იქნება. შინაარსი რადგან ვახსენეთ ბატონო ამირან, ძალიან საინტერესოა. თავიდან მიზანი ამ ჟურნალის გამოშვების იყო თვითშეგნების ამაღლება, გამძაფრება და ასე შემდეგ საზოგადოებაში. საინტერესოა პირველ ნომერში, რომელსაც ხედავს უკვე მაყურებელი და ვაჩვენებ უფრო კარგად თუ შეიძლება, რა იქნება, რას წაიკითხავს და რას გაეცნობა და რაზე გაკეთდა აქცენტი სწორედ აი ამ პირველ ნომერში. როგორც ბატონო გიორგი მოგახსენეთ, ცისკარი ჩვენი სულიერების ზეგლია და ფაქტობრივად შესავალს არედაქციო წერილშიც და შემდეგი მომდევნო წერილია ჩვენი ცნობილი ათგანსველებული ცნობილი ლიტერატურის წერილის თარგმნის თამაშ ხენკელის წერილი, სადაც ხაზი გაესვა იმას, რომ თუ რა მნიშვნელობა აქვს კულტურას ერის არსებობისათვის. ბატონი თამაზი წერს, რომ რამ გააძლებია და რამ მოგცა წინააღმდეგობის საოცარი უნარი საუკუნეების მანძილზე, როცა ჩვენ გარეშე ძალას უპირისპირდებოდით, საიდან ვიღებდით ამ უნარს.
ამ უნარს კულტურა იძლეოდა სავსების ისტორია, იმიტომ რომ ყველაფრის სათავე და საფუძველი კულტურა ჩვენს მენტალობას, ჩვენს ცნობიერებას კულტურა აყალიბებს და აი აქცენტი აქეთ არის ძალიან ზოგადად რო თქვა. შუას ექნება აქცენტი იმისაკენ რომ ჩვენი კულტურული ცნობიერება შეინარჩუნოს, ჩვენი მენტალობა შეინარჩუნოს, რა თქმა უნდა, თანამედროვე სამიმართებაში და თანამედროვე საკონტექსტში. ცისკარი ინარჩუნებს თავის ძველ მოტოდებასა და თავის ძველ მიზანს, რომ საზოგადოების თვითშეცნება bis დონის ამაღლება თქვათ. თუმცა ასევე კიდე ერთი ფუნქცია ქონდა ცისკარს, ახალგაზრდა დებიუტანტი მწერლების წარმოჩენა და ბევრი ცისკრის აღმოჩენილი მწერალი შემდეგ საპატიო ადგილს იმკვიდრებდა. უკვე ნაცნობი მწერლების ნამუშევრები იყო ახალ სახეებსაც აცნობდა. ადგილს იმკვიდრებდა საპატიო ადგილს ქართულ მწერლობაში და ამდენად ფიქრობთ თუ არა უცნობი დებიუტანტი მწერლების წარმოჩენას? უნდა იმ ჩვენი სურვილია არსებობს ესეთი გამოთქმა დერჟავინოვის სურვილი მეორეა პუშკინია ცოტაო გახსოვთ პუშკინი დერჟავინმა არ მოაჩინა ჩვენს გვაქვს რა თქმა უნდა ესეთი სურვილი მაგრამ იმედია რომ გამოჩნდებიან მე და ახლა ვთქვა რომ აი ამ ნომერში არის დაბეჭდილი ნათია როსიაშვილი ახალგაზრდა გოგონა რომელიც მერე გოდერძიშოხელის პრემიის ლაურეატი გახდა და დაბეჭდილი ამ ნომერში და მისი ორი მოთხრობა ეხლა ვიერთით სათარგმნელად ჩვენი ერთ კოლეგის წევს ხალბატონ ესმა კოკოსკერიას რომ აფხაზურად ვინდა თარგმნიდა მეორე ნომერში უკვე გამოგიზარდა ხალბატონ ესმამ და თარგმნიდა მეორე ნომერში იქნება აფხაზურად თარგმნილი ორი მოთხრობა ბატონი გიას იდეა იყო ესა რომ ყოველ ნომერში იყოს ქართული ლიტერატურის ნიმუში და სასურველია თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუში თარგმნილი აფხაზურ და ოსურ ენაზე, იმიტომ რომ ეს ის გარკვეულად სახელმწიფო დიპლომატიის ნაწილი არის და ჩვენი კულტურის პროპაგანდაც არის. ჩვენი ერთიანობის არა მარტო ტერიტორიული, არამედ კულტურული ერთიანობის დასტურიც არის აფხაზებთან და ოსებთან, ჩვენსთან და ეს ბატონი გიას იდეა იყო და ჩვენ ავიტაცეთ და უკვე აი ორი მოთხრობა ნათარგმნია და ისე იმიტომაც მოგახსენეთ რომ თქვათ აი ამ გოგონას ნუ ჩემთვის გოგონა ასაკით გამოჩნდა ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო ჩვენთვის. ანუ მომავალში უნდა ველოდოთ რომ კიდე ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი შეიძლება სწორედ ამ გამოცემიდან გაიცნოს ჩვენმა მაყურებელმა და მკითხველმა. ერთმანეთს აი მე-20 საუკუნის სამოციანეები ხომ ფაქტიურად ცისკარში დამთიანდნენ. გიორგი ერისთავის და განსაკუთრებით მერე შემდეგ ივანე კერისელის ცისკარმა ითამაშა გადამწყვეტი როლი არა იგზაიბეჭ და ილია ჯავჯავაძის სლოვილი ორიო და სიტყვა რევას ერისთავის კაზლოვიდან შეშლიდი თარგმანზე და რომელსაც არსებითად შეცვალა ჩვენი ლიტერატურული გარემო იქ წარმოიშვა იქიდან დაედო საფუძველი ახალ ქართულ სალიტერატურო ენას ფაქტობრივად და ვერთმანეთს ჩვენ შევძლოთ ამ მისიის გარდა ამისა, რამე ახალი რუბრიკები თუ დაამატეთ ჟურნალს? კი ბატონო, იცით ახლა ბატონმა ამირანმა ბრძანა და მეც უფრო თუ შეიძლება განვავრცობ. არა მარტო ქართველი ავტორები ითარგმნებიან აფხაზურ და ოსურ ენებზე, არამედ აფხაზი და ოსი ავტორებიც და რა თქმა უნდა განსაკუთრებულად ახალგაზრდებს უნდა მიექცეთ ყურადღება, ამის რესურსები ჩვენ გვაქვს. ფინანსურიც და რა თქმა უნდა ინტელექტუალურიც ვინც შეძლებს ამის განხორციელებას. ახლა რაც შეეხება სხვადასხვა რუბრიკას, რომელიც შეიძლება დაემატოს, ქონდა ბატონ ამირანთან საუბარი, გვაქვს რამდენიმე ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მიზანი. ვთქვათ ისეთი, როგორიც არის, აი ახალგაზრდები რახან ახსენეთ, არა მხოლოდ ახალგაზრდების ჩართვა, არამედ მოსწავლეების ჩართვაც. უფრო ალბათ დამამთავრებელი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. შეიძლება პატარაც იყოს უფრო, შეიძლება დამამთავრებელი კლასები, თქვათ ასეთი რუბრიკა. ჩემი თბილისი, როგორ წარმოუდგენია მას თავისი ქალაქი, როგორ უყვარს. რა შენიშვნები აქვს, თქვათ, ქალაქის თვითმმართველობის თუ ნებისმიერი მოხელის მიმართ, რომ აი როგორ უნდა რომ განვითარდეს, რას ინატრებდა, რას ისურვებდა და რა თქმა უნდა გამორჩეულ ნაშრომებს, რომლებსაც წარმოადგენენ რედაქციაში, ბუნებრივია რომ ჩვენ განვიხილავთ და საკრებულოში ალბათ შეიძლება მოხდეს, ხო ეს საკითხი სხვადასხვა. იცით უფრო რედაქციაში მოხდება ამისის და შესწავლა მოგვიწევს მე რომ თქვათ სად როგორ ინატრებენ, რას ისურვებენ ბავშვები, ეს ერთი მხარე. მეორე მხარე, ჩვენ გვინდა საკრებულოს და მერიის, ანუ მუნიციპალიტეტის ეგიდით შემოვიღოთ ესეთი
ჯერჯერობით სათაური არ ვიცით კონკურსი, რომელიც არ იქნება მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი. ეს უფრო ფართო მასშტაბის, ფართო ასე ვთქვათ, დარგობრივი კონკურსი იქნება, რომელშიც ლიტერატურის, დრამატურგიის, კინოსცენარის, პოეზიის და ასე შემდეგ შევა ხელოვნების, ვთქვათ, ისეთი დარგები, როგორიც არის არქიტექტურა, როგორიც არის ქანდაკება, ფერწერა, სიმღერა. ახლა ბუნებრივია, რომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ისეთი სიმღერა დაიწეროს, როგორც თბილისს არის, რეზოლაღიდის, მაგრამ ნუ რაღაცა მიმსგავსებული შეიძლება ისეთი კარგი დაიწეროს, რომელიც ჩვენ თანამოქალაქეებს შეუყვარდება. ან თქვათ, რომელიმე არქიტექტორს, ან არქიტექტორთა ჯგუფს, როგორ წარმოუდგენია სიტყვაზე რომელიმე ძველი თბილისის უბნის ან რომელიმე ქუჩის რესტავრაცია. ჩვენ ამას დავარქვით თუ შეიძლება ასე ვთქვათ შარდენიზაცია. ანუ შარდენი თავის დროზე არაფერს არ წარმოადგენდა, მერე ჭკვიან თავში დაიბადა, რომ ეს შარდენი გაკეთებული იყო და ასეთი პატარა ქუჩები რაც შეიძლება მრავლად უნდა იყოს თბილისში, იმიტომ რომ თბილისი მოგეხსენებათ ეს არის არა მხოლოდ თქვათ კულტურული ისტორიული ქალაქი, არამედ ეს არის ტურიზმისთვისაც ძალიან მიმზიდველი და აი ესეთი კუთხით გვინდა რომ წავიყონოთ. ძალიან საინტერესო იქნება ალბათ აგრეთვე ფერწერული ტილოები, რომელიც თბილისის თემაზე შეიქმნება და გვინდა კიდე რამდენიმე ქანდაკებაზე გამოვაცხადოთ ჩვენ კონკურსი, რომელიც ჩვენთვის იქნება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან დამამშვენებელი და ისტორიული ღირებულების კიდევ უფრო აქცენტის გამაკეთებელი. ანუ ძალიან ბევრი პროექტის საწყისად იქცევა ეს გამოფენა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში ამ და აი ამის სათავეში და აი ამის გვერდში ალბათ მერიასთან და საკრებულოსთან ერთად ცისკარიც უნდა წარმოვიდგინოთ. კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ეს ყველა ადამიანი დაგიკავშირდეთ, თავიდან ლიტერატურით დაიწყეთ და შემდეგ მოიცავს ყველა დარგს. ფანტასტიკურია. გამოცემა რა პერიოდულობით გამოვა, ესეც რო ვუთხრათ ჩვენ მაყურებელს და ალბათ ყველა პრესის ჩიხურში, ხო, ჟურნალ-გაზეთების შესაძლებელი. ყველგან შესაძლებელი მისი ყიდა, ჟურნალი ყოველთვიურია. ცოტა მოგვიანებით გამოვიდა პირველი ნომერი, ფაქტობრივად გამოვიდა თებერვალში, მაგრამ ახლა თებერვლის ბოლოს უკვე მეორე ნომერიც იქნება, რომელიც თითქმის ზათა გვაქვს. შემდეგ უკვე თვეში ერთხელ სკოლებმა გამოაცხადეს, ბატონი ამირანი აღარ იმაშვება და სკოლებმა გამოაცხადეს ძალიან დიდი დაინტერესება. ძალიან გახარებული ვართ იმით, რომ ეს სკოლებმა გამოაცხადეს მართლა გამოხატეს დიდი სურვილი და მინდა ვთქვა, რომ მათ გასაგონად, ვისაც ჯერ არ გამოუწერეს სკოლებს სისკარი, ყოველ ნომერში იქნება რუბრიკა სისკარის სკოლას, აქაც არის და ყოველ ნომერში იქნება რუბრიკა სისკარის სკოლა. რამდენად ხელმისაწვდომია თქო და ახლა სკოლა ვახსენეთ, თქვენ მოწაფესთვისაც საერთოდ საშუალო ფენის ადამიანებს რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს ჟურნალი? 4 ლარიღის ჟურნალი და სკოლა როცა იწერს, ესე იგი 48 ლარია წელიწადში, ესე იგი. ფანტასტიკურია. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყავით. დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხველი გამოუჩნდება და თქვენს ამ პროექტებზე ბევრი ნიჭიერი ადამიანი